ხალხო, იმედის page scroll-ავდი და დღეში ერთი LGBT სიახლე მაინც უდევთ. ანუ, ეგეთ სიხშირით მართლა LGBT სიახლეებს scroll-ზე ვიცარდებს და რაღაც LGBT სიახლეები ამათთან რო შემოხდება ხოლმე. მე რო ვიწერები, რომ ხალხო ეს ნახეთ, ეს მომხდარა და ის მომხდარა თურმე, ანუ news LGBT სიახლეებს ვიღებ იმედისგან. ხო და ეს ძალიან სასაცილოა, რაც დადეს ისე დადეს ეს ნიუსი, რომ თითქოს ევროკავშირის უზენაესი სასამართლო აძალებს ხალხს, რომ ძალით მიიღონ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონები. ეს არის ტყუილი, აქ უბრალოდ მოხდა ესეთი რაღაც, რომ პოლონეთის ორმა მოქალაქეამ იქორწინა გერმანიაში და მერე პოლონეთში რო დაბრუნდნენ, პოლონეთში რაღაც ქორწინების მოწმობის რაღაცა ტრანსკრიფციაზე თუ რაღაც გადატანაზე თუ რაღაც დოკუმენტზე მოკლედ უთხრეს უარი, იმიტომ რომ ანუ ჩვენ არ გვაქვს ლეგალური გეი ქორწინებაო და შესაბამისად ვერ იმას ვიზავთო, ვერ ვაღიარებთ ამ დოკუმენტო. ამათმა იჩივლეს ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში და ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ ესეთი დასკვნა გამოიტანა, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტების არ აღიარება არ ღვევს ადამიანის უფლებებს კერძო და ოჯახურ ცხოვრებაზეო. და განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ეს დადგენილება მივიღე როგორც უზენაესმა სასამართლომო, ეს დადგენილება მაინც ავტომატურად არ აიძულებს სახელმწიფოებს საკუთარ ქვეყნებში ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონები შემოიღონო. ანუ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება რაც მივიღე როგორც სასამართლომ, ეს გადაწყვეტილება ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ადამიანის უფლებებს არ ღვევს კერძო და ოჯახურ ცხოვრებაზე ქორწინების რაღაცა, მოკლედ დოკუმენტის არ აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები სხვა ქვეყანაში ლეგალურად არიან დაქორწინებულებიო, მიუხედავად იმისა, რომ ეგეთი გადაწყვეტილება მივიღეო, მაინც უნდა აღვნიშნო დამატებით, რომ არც ერთ ჩვენს გაერთიანებაში მყოფ ქვეყანას არ ვავალდებულებთ, რომ თანასწორობის შესახებ კანონები შემოიღონ, რაც ეხება, ქორწინების თანასწორობას. ეს უბრალოდ განმარტებას ვაკეთებ მათთვის, ვისაც ესე უბრალოდ ორ სიტყვას წაიკითხავენ რაღაც манипуляციური ნიუსის და ნიუსების ჯერად, ისე რომ ზედმეტ მოკლევას არ აკეთებ. ქორწინების თანასწორობას ზოგადად ყველას ჩვენი აზრი და წარმოგიდგენა გვაქვს. უბრალოდ ამ პატარა ვიდეოთი მინდოდა, რომ გამოვხმაურებოდი იმედის მორიგ LGBT სიახლეს.